პრაქტიკაში გაუმარტივდება თუ არა ფერმერს დაფინანსებაზე წვდომა და რამდენად გაზრდის ეს გადაწყვეტილება სექტორის ეფექტიანობას, რა როლი ექნება ფერმერთა რეს და როგორ დაეხმარება ის სახელმწიფოს უფრო ზუსტი გადაწყვეტილებების მიღებაში. Პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი. მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. რამდენიმე კვირის წინ იყო თუ არ ვცდები აღნიშნული ახალი მოდელის პრეზენტაცია, მაგრამ დავიწყოთ თავიდან. რატომ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული პროექტის ცვლილება, იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი თუ არ ვცდები 13 წელია, რაც სახელმწიფო აფინანსებს აღნიშნულ პროგრამას. პირველ რიგში დიდი მადლობა თემით დაინტერესებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ ამუნწურავი ინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის განვითარების სააგენტო უკვე წლებია ახორციელებს სოფლად ხარდაჭერა პროგრამებს. ეს იქნება პირველადი წარმოება, გადამამუშავებელი შემნახული ინფრასტრუქტურის შექმნა თუ ტექნიკური დახმარება. ყველა ეს პროგრამა წლების განმავლობაში განიცდიდა ცვლილებებს იმ რეალობიდან და რეალიებიდან გამომდინარე, რაც იყო შიგნით ქვეყანაში და გარე, ასე ვთქვათ, ფაქტორებზეც ვიყავით ყოველთვის დამოკიდებული. წელს ცვლილებები მოკლედ რო შევაფათო ერთ წინადადებაში არის ის, რომ ჩვენ გვინდა რომ ფრაგმენტული მხარდაჭერიდან გადავიდეთ ერთიან შედეგზე ორიენტირებულ, ასე ვთქვათ, სისტემაზე. რას გულისხმობთ ამათ? მარტივად რო აგიხსნათ, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი პროგრამა არის დანერგემომავალი, ბევრმა იცის, ბევრ ადამიანს დასარგებლები აქვს. აქ ქონდა რომ 70% იყო ენერგების თანადაფინანსება, 50% იყო სარწყავის სისტემის თანადაფინანსება, ჭაჭაბურღილზე და სეწვის განდამცავ ბადეებზე 30%-იანი თანადაფინანსება. ჩვენ თვითონ არ გვინდა ვაერთიანებთ ამას ყველაფერს ერთ იმაში, ასე ვთქვათ, საპროექტო პაკეტში. ვთქვით, რომ თანადაფინანსება იქნება 50%, მინიმალური, ასე ვთქვათ, პროექტი უნდა იყოს 100,000 ლარის და მაქსიმალური რამდენიც გინდათ უბრალოდ კეფი, ზედა კეფი ჩვენი თანადაფინანსების იქნება 2 მილიონი ლარი. რამ გამოიწვია ეს ცვლილებები? ორი მიმართულება არის. ერთი აღინიშნა კიდევაც პრეზენტაციაზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეხა კიცით რაც ხდება ჩვენს გარშემო და ჩვენ რეგიონში, მნიშვნელოვანი იყო რომ სახელმწიფოს აქცენტი გაეკეთებინა სასურსათო უსაფრთხოებაზე და ამ მიმართულებით იგივე პირველად წარმოებაში რაც დავამატეთ და გავამახვილეთ ყურადღება სწორედ ამას გულისხმობს. იგივე მწყვილფეხა და მსხვილფეხა ფერმების თანადაფინანსება, სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსება და ასე შემდეგ და მეორე ნაწილი გარდა სასურსათო უსაფრთხოებისა იყო ის, რომ ის მიმართულებები და ის კულტურები, რომელსაც გააჩნია თქვათ თავის შედეგი გვაჩვენა ამ წლების განმავლობაში და გააჩნია მაღალი საექსპორტო ასე ვთქვათ პოტენციალი, გვინდოდა რომ კიდევ უფრო მეტად წაგვეხალისებინა და ხარში დავდგომოდით. ანუ ფრაგმენტულმა დაფინანსებებმა არ მოიტანა ის შედეგი, რაც გათვლილი იყო? შედეგი მოიტანა, უბრალოდ დროთა განმავლობაში 2013 წლიდან დღემდე დადგა ის ეტაპი, როცა ჩვენ გვჭირდება რომ გადავიდეთ ახალ მოდელზე, უფრო მეტად კომერციალიზაციისკენ წავიდეთ, უფრო მეტად გამსხვილდეთ და ეს გამსხვილება აუცილებელია იმისთვის, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები, გავზარდოთ მივიღოთ შესაბამისი ხარისხი და გავზარდოთ ექსპორტი. და სანამ ალბათ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდით, მანამდე ბაზარიც შეისწავლეთ, ხო? არის იქნება მოთხოვნა მსგავსი ტიპის დაფინანსებაზე, იმიტომ რომ ეს გათვლილია მცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესზე. მსხვილ ბიზნესი ხარ მგონი 2 მილიონზე. მეცაც გეტყვით შარშან მინისტრის ხელმძღვანელობით, ბატონი დავით სამღულაშვილის ხელმძღვანელობით, მე მგონი ყველა მუნიციპალიტეტში ვიყავით, ჩვენ გქონდა შეხვედრები ფერმერებთან ადგილზე. ეს არის გამოძახილი, ეს ცვლილებები და ეს ახალი პროგრამა არის გამოძახილი იმ შეხვედრების და იდეების და აზრების, რაც დააფიქსირეს ჩვენმა ფერმერებმა. მაგალითისთვის რომ მოგიყვეთ, იგივე დანერგემომავალში, მაგალითად პირველად, დანერგემომავალი დავარქვათ ამ შემთხვევაში მრავალწლოვანი ბაღების გაშენების ნაწილში, ჩვენ არ გქონდა გათვალისწინებული ყინვისგან დამცავი სისტემები. თქვენიც არ ვიცი, აკვირდებით თუ არა, ყოველწლიურად თუ არა, 2 წელიწადში ერთხელ ჩვენ გვაქვს პრობლემა საგაზაფხულო ყინვასთან დაკავშირებით. და ეს დგება და ფერმერებს ჰქონდათ ისა, რომ აი რა უნდა გავაკეთოთ ასეთი ხალხისთვის. და დაზღვევის პრობლემაც კიდე აგროდაზღვევის. გარდა იმისა, რომ დაზღვევის ნაწილი აქ უნდა გვესმოდეს, რომ აგროდაზღვევის პროგრამა სადაზღვევო კომპანიებთან ერთად ხორციელდება და სახელმწიფო ერთპიროვნულად ვერ იღებს გადაწყვეტილებას და ვერ იტყვის, რომ საგაზაფხულო ყინვა უნდა დაეზღვეს. და ამ ნაწილში ეს ასე ვთქვათ გამოწვევა გქონდა, ამიტომ ჩვენ გავაჩინეთ
ამ პროგრამის ფარგლებში უკვე დაინტერესებულ პირს შექმნება შესაძლებლობა, რომ ყინულისგან დამცავი სისტემები შეიძინოს. მაგალითს მოვიყვანეთ. ახალი პროგრამის ფარგლებში დაემატა ახალი კულტურები, მაგალითისთვის ვაზის ქვეყანა ვართ და სუფრის ყურძენი იმპორტია ქვეყანაში და გვინდოდა რომ ამ მიმართულებით გაგვეძლიერებინა და დაემატა კომპონენტი და შესაძლებელი იქნება რომ სუფრის ყურძენი გააშენოთ ქვეყანაში სახელმწიფოსთან დაფინანსებით. მაგალითისთვის ლურჯი მოცვის წარმოებლებს ჰქონდათ სურვილი რომ ქოთნებში ეწარმოებინათ თავიანთი ასე ვთქვათ პროდუქცია და გაეზარდათ და აღნიშნული მიმართულებაც დაემატება და ბევრი კიდე სხვა სურვილი თუ ასე ვთქვათ მიდგომა, რაც დაფიქსირდა თვითონ ფერმერების მხრიდან გათვალისწინებული იქნა. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად წარმოებაში განსაკუთრებულად ახალი მიმართულება ასე ვთქვათ იყო გათვალისწინებული რიგ პროექტებში, თუმცა ესე გამახვილებულ ყურადღებით არ ქონია. ეს არის მარი და აკვაკულტურის წარმოება, და მიმართულებით საკმაოდ დიდი პოტენციალი გვაქვს და მათ შორის DCFTA-ის ფარგლებში ჩვენ იმ ჩამონათვალში ხდება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია რომ ასე ვთქვათ, როგორც ექსპორტის კულტურა, საექსპორტო კულტურა თუ აქციოთ. გადამომუშავებელი და შემნახველის ნაწილში, პირველად წარმოებაში, რაც თქვი 50% და ასე ვთქვათ 2 მილიონი ლარი, გადამომუშავებელი და შემნახელი ინფრასტრუქტურის შექმნის ნაწილში 40%-იანი იქნება სახელმწიფოთანავე დაფინანსება და ზედაკეპი ასევე 2 მილიონი ლარი. ეს ჩამონათვალი უკვე განსაზღვრულია? ჩამონათვალი განსაზღვრულია, ჩვენ უახლოეს მომავალში ახლა უბრალოდ გავდივართ ტექნიკური პროცედურები გადის და მთავრობის დადგენილებაც გამოქვეყნდება და ქალაქებს ექნება შესაძლებლობა რომ დეტალურად ნახონ თუ სად და როგორ შეუძლიათ, ასე ვთქვათ, პროგრამაში მონაწილეობის მიღება. გადამუშავებელ ნაწილს დაუბრუნდები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სასაკლაოების ნაწილი გამოვყავით და გვინდა რომ ამ მიმართულებით მოვაწესრიგოთ ქვეყანაში ვითარება, ახლის შექმნისთვის და გადაიარაღებისთვის სახელმწიფო თანხები დაიხარჯება და ზოგადად მიდგომა გვაქვს ისეთი, რომ ჩვენ გვინდა რომ უფრო მეტად კომერციალიზაციისკენ წავიდეთ, გამსხვილდეთ, კონკურენტუნარიანები გავხდეთ და ვაწარმოოთ ხარისხიანი ქართული აგროპროდუქცია. გასაგებია, მაგრამ ახლა მაინც ამ პროგრამას დაუბრუნდეთ, ეს მიზანი გასაგებია და პრიორიტეტი ყოველთვის იყო სახელმწიფოსი, სოფლის მეურნეობა გააჩნია როგორ და რანაირად კეთდებოდა ეს ყველაფერი. ანუ რა პროცედურები უნდა გაიაროს ფერმერმა ამ პროგრამით რომ ისარგებლოს, აი დეტალურად რომ ჩავშალოთ ეს ნაწილი. გვაქვს ამის დრო და გამოვიყენოთ. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. მოდით აი თქვენ მაგალითად გინდათ ბაღის გაშენება. გახართ კახეთში, გურჯაანში, სოფელ ჩუმლახში და გინდათ რომ გააშენოთ ბაღი. თქვენ მოდიხართ სოფლის განვითარების სააგენტოში. იდეით მოვდივართ ჯერ. იდეით. ჩვენ გეუბნებით რომ თუ ამის გაშენება გინდა, აი კონკრეტული ჩეკლისტებია, მოდი ეს სიტყვას ვიხმარ, ასე ვთქვათ, სტანდარტები დავარქვათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სახელმწიფო თანხა რაში იხარჯება. ჩვენ გეუბნებით რომ აი ამ სტანდარტების უნდა გააკეთოთ. ამ ჩეკლისტებს მოვნიშნავთ თქვენთან ერთად, ანუ ბაღის გაშენება როცა გსურთ. ამის შემდეგ ჩვენი მონიტორინგის წარმომადგენელი პირველად მონიტორინგზე ჩამოვა იმ ტერიტორიაზე თუ სად გინდათ ბაღის გაშენება, მონიშნავს რამდენად შეესაბამება ტერიტორია, ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ, რომ ბაღი გაშენდეს. თქვენ გეძლევათ ამის შემდეგ დაახლოებით 2 წელი, თქვენ შეგიძლიათ 3 თვეში დაასრულოთ, შეგიძლიათ 4 თვეში დაასრულოთ, მაგრამ მაქსიმუმ 2 წელი, იმისთვის რომ პროექტი დაასრულოთ. პირობითად დაასრულეთ 7 თვეში ეს ყველაფერი გააშენეთ და ამზადეთ. ჩემი ფინანსებით. კი, მაგასაც ვიტყვი აუცილებლად. მოგაქვთ აუდიტორული დასკვნა, როგორც ადრე იყო, რომ თითქმის ბევრი აუდიტორული კომპანიის ყველანაირ დონე იყო დაშვებული, ეხლა გავამკაცრეთ ამ მიდგომა და მხოლოდ სავალდებულო მონიტორინგ აუდიტორულ დასკვნას ასე ვთქვათ, მივიღებთ. ამის შემდეგ კვლავ ჩამოდის ჩვენი მონიტორინგის სამსახური და ამოწმებს, რომ ამდენად შეასრულეთ იმ საღებული ვალდებულება, რაც თავში მონიშნეთ და ამის შემდეგ იღებთ თანხას. ანუ სახელმწიფოსგან თანხას იღებთ მაშინ, როცა უკვე დასრულებული პროგრამაა. ანუ თავიდან ბენეფიციარს უწევს თავისი თანხის თვითონ დახარჯვა, პროექტს როცა დაასრულებს, შემდგომ იღებს სახელმწიფოსგან თანადაფინანსების და თუ ბენეფიციარი მიმართავს ბანკს, იმიტომ რომ ეხლა არ მგონია რომ ყოველს ამაზეც იყო საუბარი, რომ აი ბანკიდან რატო გადმოდის სახელმწიფო. ჩვენ არ ვიძახთ რომ ბანკიდან სახელმწიფოში გადმოდის, ჩვენ ვეუბნებით ეგეთ რაღაცას, რომ პირობითად დღევანდელი ფორმატით, როგორც არის შეღავათიან ნავკრეიტში. თქვენ გინდათ აი გააკეთოთ შემნახველი ინფრასტრუქტურა, მიდიხართ ბანკში, ბანკი თulis, რამდენად გადახდელუნარიანი ბრძანდებით, იმიტომ რომ პროგრამით დადგენილებაში წერია, რომ აი შემნახველი ინფრასტრუქტურაზე ჩვენ შევდივართ თანადაფინანსებაში. ბანკი პირველ რიგში უყურებს იმას, რომ თქვენ რამდენად დააბრუნებთ ამ
ასე ვთქვათ, შეგწევთ უნარი ფინანსურ რისკებს განსაზღვრავს, ავტომატურად თუ ეს ყველაფერი განსაზღვრა ბანკმა და გაძლევთ ცესხს, ავტომატურად ფორმდება დღევანდელ ვითარებაში ეგრე არის. ავტომატურად ფორმდება სამხრივი ხელშეკრულება, თქვენ მიგაქვთ ეს თანხა და უნდა ააშენოთ ეს შემნახველი ინფრასტრუქტურა. ბანკის ინტერესი პირველ რიგში ამ შემთხვევაში არის ის, რომ თანხა მიიღოს და თქვენ ის ცესხი იხადოთ. ჩვენც უყურებთ ახლა იმას, რომ ბანკი თუ თანხას აძლევს, ჩვენც ავტომატურად ცესხს ვიხდით. 99,000 ცესხი არის გაცემული. სწორად მინდა გაიგოთ, ყველა ადგილზე ვერ ჩავალთ ესე და მონიტორინგი არ იყო ისეთ ნაწილი, რომ ყველა ცესხი შეგვემოწმებინა. ძირითადი ნაწილი იყო ბანკთან. ქონდა შემთხვევები და ასე ვთქვათ, არაერთი, სადაც კონკრეტული შემნახველი ინფრასტრუქტურით შეიძლება იყო შენობა ნაგებობა, მაგრამ არ შეესაბამებოდა რაც მაგალითად უნდა იყოს. არა მიზნობრივად დაიხარჯა. არა მიზნობრივად იყო. ამ შემთხვევაში მიზერი და ნულოვანია იმისი, ასე ვთქვათ, შანსი, რომ როცა სახელმწიფო ჩეკლისტ გავსებინებს და სტანდარტს გაძლევს და გეუბნება, რომ აი ამ სტანდარტით უნდა გააკეთო, ამ სტანდარტით თუ არ გააკეთებს, სახელმწიფოთან დაფინანსება არ გექნება და ისე ღმერთმა გაგიმარჯოს წადი და რაც გინდა ის გააკეთე. თუ სახელმწიფოსგან თანადაფინანსების აღება გინდა, შენ ამ სტანდარტებში უნდა მოექცე. ეს არ ეხება მარტო შემნახველს, ეს ეხება ბაღს, ეს ეხება მეფრინველეობის ფერმას, სათბურს თუ ასე შემდეგ. ამ სტანდარტებიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ პირველად დასტური მივცეთ ჩვენ. მერე ბენეფიციარს აქვს შესაძლებლობა, რომ წავიდეს ბანკში. როგორც ადრე მიდიოდა ბანკში და სესხს აძლევდნენ ან არ აძლევდნენ, აქაც შესაძლებელია, რომ ბანკმა შეიძლება სესხი მიცეს, შეიძლება არ დაუმტკიცოს. ჩვენ არ ვთხოვთ, რომ აუცილებლად შეღავათიანია კრედიტის სარგებლოს, თუ უნდა რომ თავისი თანამონაწილეობა თანხა გააჩნია, შეუძლია რომ აქ თანხით გააკეთოს, ასე ვთქვათ, აუცილებლობა. თუ ჭირდება რომ სესხის დაფინანსება. თუ ჭირდება შეუძლია მიმართოს ბანკს და შესაბამისად აიღოს სესხი. თუ პროექტი არ აქვს დასრულებული, მაგრამ თქვენი წილი პროცენტის გადახდა, სახელმწიფოს პროცენტის გადახდა როგორ ხდება? წილ პროცენტზე გადახდაზე აქვე კიდევ ერთხელ განმარტავ და ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს რა. თქვენ თუ გაქვთ მაგალითად 4 მილიონიანი პროექტი, სახელმწიფო თანადაფინანსება მაქსიმუმ კი გითხარით არის 2 მილიონი ლარი, თქვენ ეს 4 მილიონი ჯერ უნდა დახარჯოთ. ანუ ის 4 მილიონის სესხი შეგიძლიათ აიღოთ, შეღავათიანი აგროკრედიტი, თუ წინა წლებში ძირითად საშუალებებზე იყო 11%-ით ჩვენ შევდიოდით, ასე ვთქვათ, თანადაფინანსებაში და 58 თვე, ეხა იქნება 8% და 36 თვე. ამ 8% და 36%, ასე ვთქვათ, თვეზე ჩვენ რასაც გადაგიხდით, პროექტს რომ მორჩებით, შეგახსენებთ თანხას ბოლოს ვიხდით. ეს 8% 36 თვის განმავლობაში რაც გადასახდელი იყო, გამოაკლდება იმ 2 მილიონ ლარს. თუმცა მე ვიხდი ბანკთან ამას. თქვენ ბანკთან იხდით, უბრალოდ ის პროცენტული ნაწილი იქნება გაჩერებული და რო დასრულდება პროექტი, გამოაკლდება და წავა ბანკთან, გადახდილი რაც არის და დანარჩენი ნაწილი დაუბრუნდება და თქვენ როგორც გინდათ ისე გამოიყენებთ დასრულებულ პროექტს, როცა ჩავიბარეთ. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტის შემთხვევაში სახელმწიფო რისკები არის მინიმუმამდე დაყვანილი. შეიძლება ის თქვას არა. კი და გამორიცხულია პრინციპში ჩაუბარებელი. ჩვენ შევეცადეთ, რომ აქ იყო საუბარი იმაზე, მათ შორის ფერმერებისგან, რომ აი რატო გადმოგვაქვს სოფლის განვითარების სააგენტოში ბანკის რისკი. არანაირი რისკი არ გადმოგვაქვს, აქ არ მინდა გესმოდეთ, რომ ბანკი ჩაიხსნა ესეთი. ბანკი არ ჩახსნილა, აქ არის საუბარი იმაზე, რომ აქ ვერავინ ვერ მიიღებს სუბიექტურ გადაწყვეტილებას. საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად კონკრეტულ მიმართულებებზე განისაზღვრა სტანდარტები და ჩეკლისტები, თუ როგორი ხარისხის და დონის უნდა იყოს ესა თუ ის წარმოება. ამ ჩეკლისტების მიხედვით ჩვენი ოფიცერი უბრალოდ დაჯდება და მონიშნავს აკმაყოფილებს თუ არა ამ პირობას, ანუ აქ სუბიექტურობა არის ნულოვანი. აი ამის შემდეგ, როცა ამ ყველაფერს შეავსებს და დასტურად ჩავალთ და შევამოწმებთ იმ ტერიტორიას, რომ ნამდვილად ესე არის, იგივე ბაღის გაშენების შემთხვევაში წყლის წყარო თუ არის 500 მეტრის რადიუსში და ასე შემდეგ, იმ ტერიტორიაზე შესაძლებელია თუ არა რომ გაშენდეს და ასე შემდეგ. ამის მერე ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ წადი და გააკეთე. არავინ არ აჩქარებს, 2 წლიანი ვადაც იმიტომ გავითვალისწინოთ, რომ სხვა ფაქტორები იყო, იგივე მრავალწლოვანი ბაღის გაშენების შემთხვევაში ენერგებს ელოდებოდნენ, თქვა თუ წვეთიდან რომ შემოეტანათ და დაგვიანებები იყო და ასე თქვა გაწელილი პროცესი იყო და ეს ვადაც ავიღეთ, რომ არ იყოს ისა, რომ რატო გვაჩქარებთ და დაგეგმოს წყნარად და მშვიდად ამ თავის პროექტი. შემთხვევაში თავად ფერმერი არის, იმ ფერმერს მოუნდება რომ მალე დაასრულოს მისი ინტერესი. რომ მალე დაასრულოს და ისე გააკეთოს, რომ მიიღოს დაფინანსება, ნამდვილად ეგრეა. თქვენ ახსენეთ, რომ 99,000 სესხია გაცემული, ხო? დაახლოებით მეტიც შეიძლება. აი პროცენტულად ეხა ძალიან ძნელია ალბათ ყველას ჩაშლა, მაგრამ აი აქედან შედეგი რამდენი პროცენტი იყო? იცით რა, ძალიან დიდი შედეგი იყო. ჩვენ როცა დავიწყეთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, აქ საუბარი იყო იაფ ფულად რესურსზე ხელმისაწვდომობაზე. იმ ეტაპზე და იმ დროს
ასე ვთქვათ 13 წელს სხვა გამოწვევის წინაშე ვიყავით. საერთოდ მიტოვებული იყო ამ მიმართულებით ფერმერი და ასე ვთქვათ სოფლის მეურნეობა და საერთოდ არ იყო ამ მიმართულებით დაკრიტირება ძალიან დაბალი იყო და ინტერესიც არ არსებობდა. სახელმწიფომ გააჩინა ეს ინტერესი ბანკების ასე ვთქვათ ჩართულობის სხვა პროგრამებით იგივე ეს იქნება არა მარტო დანერგემომავალი ვთქვათ გადამუშავებელი შემოყრილი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, სასათბუროების თანადაფინანსების პროექტი და ასე შემდეგ ძალიან ბევრი პროგრამა იყო, რომელსაც თავის შედეგი დადო. უბრალოდ ეხლა ვართ იმ მომწმულობაში და იმ ეტაპზე, როცა წინა გადავდგათ კიდე ნაბიჯი და უნდა დავიმსგავსოთ ის ყველა ქვეყანამ გაიარა ეს ასე ვთქვათ გზა და ჩვენ სამ გზას გავდივართ. კი სახელმწიფო უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები და კი უნდა იყოს სასურსათო უსაფრთხოება ნამდვილად პირველ ადგილზე. კი ის მიმართულებები, რომლებიც მნიშვნელოვან საექსპორტო პოტენციალს ქმნიან და აქვთ ასე ვთქვათ იმის რესურსი, რომ დამატებითი დოლარი შემოიტანონ ქვეყანაში, საჭიროებენ დახმარებას და ჩვენ ამ მიმართულებით ასე ვთქვათ ნაბიჯებს ვდგავთ და კი უფრო მეტად კომერციალიზაციისკენ უნდა წავიდეთ, რომ იგივე კონკურენტუნარიანები ვიყოთ და იმპორტ ჩანაცვლებაზეც ასე ვთქვათ შესაბამისი გაკეთოთ. ბაზარმა რატომ არ უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები, თუ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები გვინდა ვიყოთ და რატო სახელმწიფო? ჩვენ უბრალოდ ამ მიმართულებით ხარდაჭერას ვაძლევთ, რასაკვირველია ბაზარი განსაზღვროს თვითონ და ეს ძალიან აღნიშნე კიდევაც ჩვენი საუბრის დასაწყისში, რომ ეს ცოცხალი პროცესია. ჩვენ არ ვიძახით, რომ აი ესე ხელი დავარტყით და ესე იქნება. ამ დრომ და ამ მოცემულობამ მოიტანა ის, რომ ეს რეფორმა გაგვეხორციელებინა, ეს არ მოვიდა უბრალოდ რაღაც კაბინეტში არ დამსხატდა რო ვართ და კაბინეტიდან არ გადაწყვეტილა, ეს წამოვიდა იქიდან, რომ მინისტრთან ერთად მოვიარეთ მთელი საქართველოს მუნიციპალიტეტ დავდიოდით. ხდებოდით ფერმერებს, გვესმოდა მათი ასე ვთქვათ წუხილები თუ ის გამოწვევები, რაც მათ ჰქონდათ და აქედან გამომდინარე გადაწყდა ის, რომ გვაქვს ახალი პროგრამა და ზაფხულის შუაში ჩავიშვებით კიდევაც და შევთავაზებთ. ფერმერთა რეესტრი, აქაც ეს მთავარი კომპონენტი ერთ-ერთი, რას ნიშნავს ეს, რატომ არის საჭირო და რატომ ფიქრობთ, რომ ეს იქნება ასე ვთქვათ უფრო დაცულობის შეგრძნება სახელმწიფოსთვის? ნახეთ, ფერმერთა რეესტრი არის სისტემა, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიცოდეთ თუ ვის ვეხმარებით და რა შედეგს ვიღებთ ამაში. ჩვენ უნდა აღვრიცხოთ ფერმერთა რეესტრში ბენეფიციარები, მიწის ნაკვეთები, რა მოყავს, რამდენი მოყავს, როგორ მოყავს. ეს ყველაფერი დაგვეხმარება სამომავლოდ იმაში, მათ შორის ჩვენ სააგენტოსაც და სახელმწიფოსაც იმაში, რომ განსაზღვროთ რა მიმართულებები ჭირდება თქვა დახმარება, ან რა არის პრიორიტეტული ნაწილი, სადაც შეიძლება რომ სახელმწიფო თანხები მიიმართოს. ზოგადად ვიცოდეთ სტატისტიკური მონაცემები და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სტატისტიკური მონაცემები ამოწურავად, რომ სამომავლოდ გქონდეს იმის საშუალება, რომ შესაბამისად დარგი განავითაროთ. ანუ ყველა ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთანაც ეს ასე ვთქვათ, ფერმერთა რეესტრი არის ასე ვთქვათ უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომ სოფლის მეურნეობა დავაყენოთ სწორ ასე ვთქვათ რელსებზე. და ვინ იქნებიან ისინი, ვინც უნდა დარეგისტრირდნენ ამ რეესტრში, ეს იქნება ნებაყოფლობითი თუ ეს არის სავალდებულო? ეს პირველ რიგში, სახელმწიფო პროგრამებში თუ გინდათ რომ მონაწილეობა მიიღოთ, სავალდებულოა. ისე ფერმერებს თუ სახელმწიფოსთან შეხება არ აქვთ, ესე არ დაუსდევთ და არ ვავალდებულებთ, რომ აუცილებლად დარეგისტრირდი, თუმცა ეტაპობრივად ალბათ მივავალთ მაგამდეც, რომ ფერმერები, ვისაც კი ფერმერული მეურნეობა აქვს და სოფლად ასე ვთქვათ საქმიანობს, მნიშვნელოვანია, რომ ფერმერთა რეესტრში დარეგისტრირებული იყოს. აქ ამ შემთხვევაში მარტო სოფლის განვითარების სააგენტოზე არ მაქვს საუბარი. კარი მელიორაცია, კარი სურსათმცემლობის სააგენტო და აბსოლუტურად ყველა ამ უწყებას ყავს თავისი ბენეფიციარი, რომელიც სოფლად არის დაკავებული და სოფლის მეურნეობაშია ჩართული და განსაზღვრა როგორ უნდა იყოს, ვინ არის ფერმერი, ხა ვისაც სახში დაუშვა თავისთვის ბოსტანში მოყავს კიტრი, პამიდორი და ანუ ვინცაც გამოაქვს ეს ყველაფერი გასაყიდად უკვე ფერმერად ითვლება? ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენთვის ფერმერი არის ის ადამიანი, ვინ ჩვენი პროგრამით დაინტერესდა, რაღაცა გააჩნია, იმ კონკრეტულ ვითარებაში უნდა რომ მიიღოს პროგრამაში თანადაფინანსება, ჩვენ ვარეგისტრირებთ იმ საწყის პოზიციაზე, რაც გააჩნია. ჩვენ არ ვთქვით რომ აუცილებლად ეს უნდა გქონდეს რომ ფერმერთა რეესტრში დარეგისტრირდე, არამც პირიქით. რაც გაგაჩნია ის გითხარი, რომ ვიცოდეთ რომ რა რესურსია. იმიტომ რომ
სწორად გამიგეთ, ჩვენ რო გვეცოდინება, რომ პირობითად აი ლურჯი მოცვის წარმოებელი ყავს ამდენი, ან მესაქონლეობის ფერმის წველადობის ნაწილში ვიცით, რომ ამდენი წველება ამდენს, სტატისტიკური მონაცემების მოძიება და შემდეგ, ასე ვთქვათ, მხარდაჭერ მექანიზმში გარდაქმნა სახელმწიფოს მხრიდან შეუძლებელია თუ არა გაქვს ეს ინფორმაცია და ფერმერთა რეესტრი სწორედ ეს ნაწილია, რომ გქონდეს ინფორმაცია, რომ შემდგომში უკეთესად შეუძლოთ მართვა და ფერმერების დახმარება. და როდიდან უნდა დაიწყონ ფერმერებმა დარეგისტრირება? 1 ივლისიდან კანონმდებლობით არის განსაზღვრული, 1 ივლისიდან დავიწყებთ, ასე ვთქვათ, ფერმერთა რეესტრში რეგისტრაცია. და 1 ივლისიდან დაიწყება ეს ახალი მოდელიც ჩაეშვება. გვინდა რომ უფრო ადრე მოხდეს ეს და ეტაპობრივად დავიწყოთ, თუმცა 1 ივლისი არის ის თარიღი, რომელთანაც აუცილებლად, ასე ვთქვათ, პროგრამებით ჩაეშვება. და დაახლოებით თუ არის განსაზღვრული ამ ფორმალობას, რაზეც ახლა თქვენი საუბრეთ, რა დრო დაჭირდება, ანუ ეს იყო საუბარი, რომ ეს დამატებითი ბიუროკრატია და ეს წაიღებს თავშოთ ბევრ დროს, რესურსს და ასე შემდეგ. ნახეთ, თქვენ როგორც მოქალაქეს, აი ყველაფერი როგორზე გადავდოთ რა, თქვენ ვიხდით გადასახადებს და ეს გადასახადების შემდეგ, რავი, სახელმწიფო ამას სხვადასხვა მიმართულებით აგენერირებს. ნუ რა თქმა უნდა, მაინტერესებს ჩემი ფული სად იხარჯება ლოგიკურად. თქვენ როგორც მოქალაქეს ზუსტად გეცოდინებათ, რომ აღნიშნულ პროგრამაში, აგროთანადაფინანსების პროგრამაში გაცემული ნებისმიერი თეთრი, რაც გადაიხდება, გადახდილი იქნება შედეგში. იმაში, რომ უკვე დასრულებული ბაღია, დასრულებული შემნახველი ინფრასტრუქტურაა. ეს ბაღი, შემნახველი ინფრასტრუქტურას თუ გადამამუშავებელი საწარმოც იქნება იმ სტანდარტის, რაც უნდა იყოს. თქვათ ევროპულ სტანდარტს ვეძახით თუ რაღაც თანამედროვე სტანდარტს რასაც ვეძახით. და თქვენ გეცოდინებათ, რომ ეს დამატებით დოულად შექმნის. აი ეს არის მნიშვნელოვანი ამ ახალ თანადაფინანსების პროგრამაში. არის თქვენ გეცოდინებათ, რომ მიმართულებები, რაც მნიშვნელოვანია და ეხა გამოწვევების წინაშე ვდგევართ. ჩვენ არ ვიძახით, რომ ყველაფერი იდეალურად არის და მაგრად არის. არა, პირიქით. ჩვენ ვიძახით იმას, რომ როცა ვხედავთ, რომ სადღაც გვაქვს გამოწვევა, როცა ვხედავთ, რომ სადღაც რაღაცა შესაძლებელია, კი, ნამდვილად უნდა შევცვალოთ და ძალიან გულწრფელები უნდა ვიყოთ და მოქალაქეებს უნდა აუხსნათ და ველაპარაკოთ, რომ აი ეს ეხა მნიშვნელოვანია და ნამდვილად ეხა გვაქვს ისეთი მომენტი, როცა აუცილებელი იყო ნაბიჯების გადადგმა და ეს რეფორმაც გატარდა. ხო, ეს ჩემთვის როგორც გადასახადის გადამხდელის მე ფერმერზე გეკითხებით, ანუ მათთვის რატომ უნდა იყოს ეს დამატებითი ბარიერი დაუშვა და რატომ გააპროტესტეს? ნახეთ, თქვენ თუ გინდათ რაღაცის გაკეთება, ჩაფიქრებული გაქვთ, რომ პირობითად გააშენოთ ბაღი. და თქვენ გაქვთ ამ შესაბამისი მიწის ფართობი და სურვილი, რომ ეს გააკეთოთ ამ იმაზე და თქვენ არაფერი სხვა დამატებითი мотиваცია არ გამოძრავებთ ამ იმაზე. ჩვენ გეუბნებით, რომ კი ბატონო, თქვენს ინტერესშიც უნდა შედიოდეს, რომ ის ბაღი შესაბამის საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებდეს. გეუბნებით, რომ ამ სტანდარტს ხო დააკმაყოფილებთ, თქვენც თავხდებით იმაზე, რომ კი, საერთაშორისო სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. კი ბატონო, ნიშნავთ მაგ იმას, ჩამოდის მონიტორინგი და გამოწმებს. ისევ და ისევ, იმიტომ რომ თქვენ მერე პრობლემა არ შეგექმნათ, თქვათ სამომავლოდ შეძლებთ თუ არა აწიოთ ესა თუ ის პროექტი. და ნახულობს, რამდენად გაგაჩნიათ რესურსი, ბაღი გააშენოთ ამ კონკრეტულ მიწის ფართობზე და ეს კულტურა რამდენად შესაძლებელია. თქვენ თვითონ ერთად თანხმდებით მე და ბენეფიციარი, ამ შემთხვევაში ფერმერი, რომ კი, ესე გავაკეთებთ. თქვენ გეძლევათ დრო 2 წელი. თუ გნებავთ, რავი, 3 თვეში დაასრულეთ, თუ გნებავთ 6 თვეში დაასრულეთ, ამ 2 წლის პერიოდში მოგაქვთ შესაბამისი დასკვნა, ხარჯავთ თქვენს თანხას და გააქვთ мотиваცია სწორად გამიგეთ რა, თქვენ თანხას რო ხარჯავთ და ტრანშის სახით არა გაქვთ აღებული პირობითად 90% წინასწარ. мотиваციაც გაქვთ უფრო მეტი, რომ თქვენ იცით, რომ სანამ არ დაასრულებთ, იმ თანხას ვერ მიიღებთ. ეს ისედაც უნდა გაგეკეთებინათ, არ უნდა გაგეკეთებინათ, მაგრამ მიზანი არის ის, რომ დაასრულოთ. ანუ мотиваცია მაგით პირიქით, მე მგონი იზრდება. ასრულებთ პროექტს, ჩამოვდივართ, ნახულობთ, ყველა ბედნიერია და თანხას იღებთ. აი, რა პრობლემა შეიძლება შეიქმნას? ალბათ წამოაკითხვა, რომ ვისაც თანხა არ აქვს. ხო, ეს ვისაც თანხა არ აქვს. ამისთვის ერთი ვარიანტი ის რჩება, შეღავათიანო კრედიტი შეიძლება წავიდეს და აიღოს სესხი. თქვათ, ბანკმა სესხი არ მიცა. ანუ ბანკისთვის ამ შემთხვევაში სახელმწიფო გარანტია იქნება ის, რომ თქვენ ჩამონათვალშია მოხვედრილი ის პრიორიტეტი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს ჩვენ უნდა გვანახოს რეალურად ბენეფიციარმა, რომ თანხის გადამხდელია და კონკრეტული ბიუჯეტი და ხარჯთაღრიცხვა იწერება, ხო, ამ იმაზე. მე გვეუბნება თვითონ ბენეფიციარი, ამ თანხას, რავი, ბანკით უნდა წავიდეს თუ საკუთარ სახსრებს ხარჯავს. თუ საკუთარ სახსრებს ხარჯავს, კი ბატონო. პრობლემა არ არის მაშინ, მაგრამ ბანკთან მიდიხარ, ნუ ჩვენგან მაინც მწვანე უნდა კონდეს ანთებული.
ის პროექტი იმ სტანდარტებს შეესაბამება. და მაგრამ მაინც შემდეგ ბანკი გადაწყვეტავს თანხას შემდეგ ბანკი გადაწყვეტავს მისცემ თუ არა, ნუ თუ ბანკმა თანხა არ მიცა, მოუწევს ბენეფიციარს მოძიება სხვა, ასე ვთქვათ, მიმართული ან სხვა ბანკიდან, ან სხვა მიმართულებებიდან. დღეს არის ესე, რომ ბანკი წყვიტავს მისცემს თუ არა თანხას და მერე მოდის თქვენთან და თქვენ მერე აფინანსებთ თუ როგორ არის. შემთხვევაში არც მოუწევს ჩვენთან მოსვლა, დღეს მიდის პირდაპირ ბანკში, ბანკი ასე ვთქვათ, დადგენილებით არის განსაზღვრული მიმართულებები, შეღავათიანო კრედიტი, თქვათ, რაზე შეიძლება გაიცეს. ბანკი უბრალოდ გვაყენებს საქმის კურსში, რომ აი მოვიდა ადამიანი ამ მიმართულებით აიღო, წარმოადგინა ეს ისა, რომ აი შენახული ინფრასტრუქტურის გაკეთება უნდა, სტანდარტები როცა იცით როგორი რაღაც არის გააკეთა, მაგრამ არ ვიცი ის შემნახველია ჩვენ რაც გვინდოდა რა ყოფილიყო, ან იმ სტანდარტისაა, რაც ასე ვთქვათ უნდა გაკეთებულიყო, მაგაზე მაქვს საუბარი და რამდენად შეესაბამება. აქ გვიძახით, რომ ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მეტად ასე ვთქვათ ხარჯვის მოდელიდან უნდა გადავიდეთ ეფექტიანობის მოდელზე. მოკლედ რო ახსნა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რაში ხარჯავთ ამ თანხას და სახელმწიფო რაში ხარჯავს ამ თანხას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ დაცულია ის სტანდარტი და იქნება იმ სტანდარტით რაც სოფლიო ბაზარზე გაგვხდის კონკურენტულ არიანს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეს ის რომ ხარდაჭერა არ არის უბრალოდ თქვათ გაცემული თანხა. ეს არის რავი შედეგზე ორიენტირებული და ბეტად უფრო შედეგზე ორიენტირებულები ვართ. და მაინც აი რა ინდიკატორებით შეიძლება შეფასდეს რეფორმის წარმატება? ეს იქნება წარმოების და პროდუქტიულობა, ექსპორტზე გასვლა. ანუ აი რაღაც პერიოდი უნდა გავიდეს, რომ მიხვდეთ, რომ ეს რამდენად წარმატებულია ეს რეფორმა. ანუ რა არის მთავარი? რა გვინდა? ანუ რა რის მიღწევა უნდა სახელმწიფოს? ჩვენ გვინდა რომ ავამაღლოთ ასე ვთქვათ მეტად უფრო კომერციალიზებულები გავხდეთ, გამსხვილდეთ, ავამაღლოთ წარმოების რაოდენობრივად და ხარისხობრივად. ჩვენ გვინდა რომ იმ მიმართულებებს რაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის ეს იქნება ასე ვთქვათ სასურსათო უსაფრთხოებისთვის, ამ მიმართულებებს ვთქვათ გვერდში დაუდგეთ და მხარდაჭერა მიცეთ. ჩვენ გვინდა რომ ის მიმართულებები რომელიც აღნიშნე კიდევაც ვთქვათ კარგი საექსპორტო პოტენციალით გამოირჩევიან, თქვა დადეს თავიანთი შედეგი. ეგეთ ადამიანებს დავეხმაროთ. ჩვენ გვინდა რომ ის მიმართულებები, რომელიც თქვა არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ ასეთი ყურადღებით არ იყო თქვა გამორჩეული, იგივე ეს იქნება აკვაკულტურა თუ მარიკულტურის წარმოება, იგივე იქნება სასაკლაოების მიმართულება. ესეთ მიმართულებებს დავეხმაროთ და ასე ვთქვათ მეტად უფრო ასე ვთქვათ მეტი დახმარება მიიღონ ამ მიმართულებებმა და ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ შედეგი იმაში რომ ჩვენ პირობითად წლის ბოლოს როცა ვისაუბრებთ ან რავი შემდეგი წლის დასაწყისში ეს ყველაფერი სტატის მონაცემებში რასაკვირველია აისახოს და კონკრეტული პარამეტრები და მიმართულებები რაც გვაქვს ასე ვთქვათ შეიძლება 6 თვეში ეს შედეგი არ იყოს იმიტომ რომ დროით ამას ყველაფერი დრო ჭირდება მაგრამ მგონია რომ ეს თავის შედეგს მოიტანს და შედეგზე ორიენტირებულობა და ასე ვთქვათ მიმართულება სწორი გეზი გვაქვს არჩეული შედეგთან დაკავშირებით ესეთი მიდგომა რო გვაქვს და მგონია რომ ეს თავის ასე ვთქვათ გამოძახილი ექნება ამ ყველაფერს უკვე კონკრეტულ მიმართულებებზე და საქსტატის იმ მონაცემებზე რაც პირობითად რავი ერთ წელიწადს ჩვენ შეგვიძლია დაველაპარაკოთ და ვიმსჯელოთ ვთქვათ ამათ მიმართულებით რა გაკეთდა და რისი გაკეთება შეიძლება კიდე გასაგებია. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. წარმატებებს გისურვებთ. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი პასუხობდა ჩვენს შეკითხვას. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით. მადლობა.